ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი, ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი. ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მორიგი თავგადასავალი სწორედ შავი ზღვის ამ ქალაქში შედგება. სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა პროგრამა level 2 საშუალებით. კრიმინოლოგები აჭარის დედაქალაქში არც მეტი, არც ნაკლები იმიტირებული გამოძიებისთვის ჩამოვედით. ჩვენს ტურნეს აქ, აი ეს ძალიან მაგარი სასტუმრო, კოლიზეუმი უმასპინძლებს. კოლიზეუმის კრიმინოლოგიურ თავგადასავალს შიგნიდან გაჩვენებთ. წავედით. Wait. სანამ ყველაფერს შიგნიდან გაჩვენებთ, როგორ მოვიდნენ ჩვენი ბავშვები აქამდე. ბრუდა, გამარჯობა. აბიქნია ხელი. ახლა კი მოდი ვნახოთ თუ როგორი ნომრები აქვთ ჩვენ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ასევე ჩვენ რა თქმა უნდა კოლიზეუმში. სასტუმროს დათვალიერება. კაი გამოვიდა? კი. კარგად ჩავედი? კაი. всё. 408-ში ჩვენი ბავშვები არიან და მოდი კოლიზეუმის ოთახი დავათვალიეროთ, ოღონდ სპონტანურად დავადგეთ. ნაკ 2000 years later. გამარჯობა. ოთახს დაგვათვალიერებინებთ? დიახ, მოგზავნდით. შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი მეგობრებო. შვენიერი ოთახია, ესე იგი აქ ნახე როგორი საწოლი გვაქვს, აი აქეთ რო გადაიღო. კმაყოფილი ხართ ოთახით? ხედით ძალიან კმაყოფილი. ხედით განსაკუთრებით, ხედი ვაჩვენოთ ხალხს. გაბრძანდით? შვენიერია. მოდი, მარე მოდი. გეხვეწები, ხა გადაიღე როგორ დგანან. მადონა კოიძე რო შედის იმაში, რა ქვია, სამზარეულოში შესამოწმებლად და უხერხულად რო არიან, ხო იცი? ეგრე არიან. მეგობრებო, კარგი. აი აქ ვინწובה, ეს მაინტერესებს პირველ რიგში ამ მეფურ საწოლზე. მე და ანა. შენ და ანა წვევით. ბარბარიტა ბარბარე აქ შენი სურვილია, კი ბატონო, ძალიან კარგი. გასაგებია. ბათუმის კოლიზეუმი, ღმერთების შექმნილი ადგილი. ლეგენდის თანახმად, აჭარელი იმპერატორები აქ პირსისხლიან ომებს მართავდნენ. გლადიატორების ბრძოლაში გამარჯვებული მხოლოდ ძლიერები რჩებოდნენ. პური და სანახაობა, ამ კედლებს ძალიან ბევრი სისხლი ახსოვთ. შეხედეთ, ვიღაცები ახაც იბრძვიან, წავედით! როგორ ბედარო ზუგს მაგცევ მონაო. მუზარადი მოიხადე და შენი სახელი გითხარი. ჩემი სახელია თეციმუს დეციმუს მერიდიასი. მამა მოკლული შვილისა, ქმარი მოკლული ცოლისა და მე შულს ვიძიებ ამ ან შემდეგ ცხოვრებაში. თეციმუს. შემებრძოლე მონაო. მეგობრებო, კოლიზეუმის ბრძოლა დასრულებულია, ეხლა კი გადავდივართ სერიოზულ ნაწილზე. იმიტირებული გამოძიება ბათუმში. ეხლა მიმდინარეობს მზადება, ერთ-ერთი ლოკაცია იქნება ეს ოთახი, სადაც ძალიან საინტერესო ამბები მოხდება, ჯერ არც თქვენ არ გეტყვით. და მიმდინარეობს სხვადასხვა სისხლის კვალის, მათ შორის ასევე იარაღის, აი შეხედეთ აგერ იარაღის და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი
ასპექტების დამუშავება. სადარუსკი რას უმზადებთ ბავშვებს? ბავშვებისთვის ვამზადებს ძალიან მაგანახეთ, მაგარია. უი, მეშინია. ოპა. შემოგარია. ძალიან მაგარი ამბები ველოდება აქ. თუ გინდათ რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები გახდეთ, სკოლის მოსწავლეებო და სტუდენტებო და აი ასეთი ძალიან მაგარი ამბები თავგადასავლები თქვენც გქონდეთ, მაშინ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის სხვადასხვა პროექტებზე დარეგისტრირდით, მოდით ჩვენთან და დაეუფლეთ ამ გენიალურ პროფესიას. That's it. აი აქ მზადდება შემთხვევის ადგილი მეორე უკვე გარესიფცეში. საგამოძიებო ჯგუფმა მოწმისგან მიიღო ინფორმაცია, რომ წყვილი, რომელიც აი აქ პიკნიკობდა, ცხოვრობენ მასთან ერთად სასტუმრო კოლიზეუმში, აი აქ და გაიგო მათი ჩხუბი, რის შედეგადაც მან დარეკა პოლიციაში. მიმდინარეობს დანომრვა, ასევე მიმდინარეობს მოწმის გამოკითხვა. მიახლოებით მაინტერესებს ყველაფერი დაგვეხმარება. ესე ვერ გავარჩიე, მაგრამ დაახლოებით ესე რომ მუქი ფერის ჩემპიონი. ჯგუფი გარბის სასტუმროში, როგორც მათ დაასკვნეს მოწმისგან აიღეს ინფორმაცია, რომ სასტუმროში შეიძლება იყოს ის კონკრეტული პიროვნება, ამიტომ გარბიან სასტუმროში. ჭკვიანური გადაწყვეტილებაა სხვათა შორის. სასტუმროს მენეჯერისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ეს წვილი განთავსებული არის ერთ კონკრეტულ ოთახში და სასტუმროს მენეჯერს მიყავს ისინი. საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა ცივი იარაღი და ხელთათმანის საშუალებით ახორციელებენ მის ამოღებას. საიდან ან რატომ შეგიძლიათ ამცნად დანაი ამერების ამოღება და მენეჯერთან მინდა გასაუბრება. მენეჯერთან გუნდი მსჯელობს ვერსიაზე, ვინ შეიძლება იყოს გარეული ამ ყველაფერში, შეყვარებული თუ სხვა ადამიანი. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჩამოაყალიბონ ვერსია, ნახოთ რამდენად სწორი და საფუძვლიანი ვერსია ექნებათ მათ. ვიდეო გაინტერესებს? მიმდინარეობს ასევე ოთახის ჩხრეკა და დათვალიერება. ბოლოს კი ჩაერთვება სტუდენტების ჯგუფი, სტუდენტების უფრო გართულებული გვაქვს, მაგალითად არასრულწლოვნის გამოკითხვა გვაქვს ჩასმული, ასევე საფინალო სცენაც უფრო გართულებულია, ვნახოთ რას იზავენ. სადილზე უმეტეს. ოთახში მი შევიდა. თან გამოყალიბდა რა ხდება რაღაც. უნდა შევხვენ დაკავებული ვარ. ერთი წამი ესენი დავდა მაინც ერთი. არა. მაჩვენებთან გავიათ. ერთი წამი. სპრალდები თქვენ გდუმილის უფლება, კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, თქვენ ასევე უფლება გყავდეთ ადვოკატის ამის და შემოწმების უფლებაც გაქვთ და თქვენ ზედამეტად შეგიძლიათ შრომა აიღოთ. დასრულდა ჩვენი გამოძიებაც, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო. სკოლის მოსწავლეებმა ვერ გამოიცნეს, ვერ მივიდნენ ბოლოს შედეგამდე, სტუდენტები მივიდნენ.
თუმცა ყველას ჩემგან ტაში ეკუთვნის აუცილებლად, იმიტომ რომ მოინდომეს და ბევრი ირბინეს, იყო ბევრი ადრენალინი, ჰქონდათ შემთხვევის ადგილთან შეხება და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს შევაფასებდი ძალიან დადებითად. გვერდზე მიზის ჩვენი ყველაზე პატარა მოწმე და მეორე გვერდზე კი მიზის ჩვენი გენიალური დამნაშავე, რომელიც ბოლოს სტუდენტებმა დააკავეს. თქვენც რა გამოცდილება იყო? ძალიან საინტერესო იყო და მართლა არ მეგონა თუ ესეთ სიტუაციაში მიპოვიდნენ და ესე განმემარტავდნენ ყველაფერს. მკვლელო. მადლობა. და ჩემი ძმაკაცი, აბა, შენც როგორი იყო? მე რამდენი ვიყავი მოწმე? მე-13, მე ვიყავი მე-13 მოწმე და სულეთი და იგივე თავეჭდილება მქონდა, რომ არ მინდოდა დამთავრებულიყო ისეთი კაი პროცესია ეს, რომ თავი გონია ნამდვილ საქმეში ხარ და უიკვლევ მართლა, აი ისე აკეთებ. ჯიგარი ხარ. მადლობა, მეგობრებო. ეს იყო ჩვენი გამოძიება და ერთმანეთს ხვალ დილით შევხვდებით. ასრულდა ესე ამბავი სპარსულად ნათარგმანები. დამთავრდა ჩვენი კრიმინოლოგების ძალიან მხიარული თავგადასავალით, ძალიან ადრენალინით სავსე თავგადასავალი კოლიზეუმში. ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით. ეს უკვე იქნება თებერვალში, როდესაც ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი განახორციელებს გენიალურ და ტრადიციულ პროექტს ბაკურიანში. ბაკურიანის პროექტი ძალიან მალე იქნება, დარეგისტრირდით, შემოგვიერთით და გახდით კრიმინოლოგები. აბა, კარგად იყავით, დაგემშვიდობებით და გიტოვებთ სასაცილო კადრებს, იმ კადრებს, რომლებიც არ შევიდა ძირითად ვიდეოში. მამა მოკლული შვილისა. ცოლი მოკლული ქმარისა. კარგად ჩავედი? არ უნდა ხალხო. ამან გათხოვებაზე თუ ეგრე დაიწყო, მე რეგვაქვს საქმე თუდათა, ვეღარ ვიხეიდებ. მინდა თუ არ გინდა.